ქალები ქმნიან ბიზნესს, სივრცე, სადაც იდეები პარტნიორობად, კონტრაქტები თანამშრომლობად, ხოლო გამოცდილება განვითარების ახალ ეტაპად გარდაიქმნება. 10 ივნისს წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაცია 100 ქალ მეწარმეს მოუყრის თავს. ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ქალებს, რომლებიც ქმნიან საკუთარ ბრენდებს, ავითარებენ მცირე და საშუალო ბიზნესს, მუშაობენ თანამედროვე სერვისებსა და ინოვაციურ მიმართულებებზე და მზად არიან ბიზნესის ზრდისთვის. წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაციის საქმიანობაზე, პროექტებზე და აქცენტირებულად ქალმეწარმეთა მხარდაჭერის და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებზე, შესაძლებლობებზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად მაია ტატულაშვილი, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ისაუბრებს ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი მაია ჩვენთან სტუმრობისთვის. ძალიან აქტუალურ საკითხზე უნდა ვისაუბროთ და ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც 10 ივნისს არის დაანონსებული, რომ მოგვაწოდოთ უფრო მეტი და ამომწურავი ინფორმაცია ამასთან დაკავშირების, რა არის მთავარი მიზანი, როგორ გაგიჩნდათ იდეა, ქალები ქმნიან ბიზნეს პროექტის შესაქმნელად და აქტუალობა ამ თემის რამ გამოიწვია, რა არის ის გამოწვევები, რის წინაშეც ყველაზე მეტად ქალი მეწარმეები დღეს დგანან. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მართლა ძალიან აქტიური თემა არის დღეს ქალი მეწარმეები საქართველოს ქართულ ბიზნეს სექტორში. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქალი იწყებს ბიზნეს საქმიანობას, მეწარმეობას სხვადასხვა სექტორში და ასოციაციამ აი ამ 4 წლიანი საქმიანობის ფარგლებში არაერთ ბიზნეს მოკვლევა გააკეთა, თუ რა ხდება ქართულ ბიზნეს სექტორში, როგორი ბიზნესები შემოდიან, ვინგანან ამ ბიზნესების უკან, ვინ არიან მათი დამფუძნებლები. და იყო ის, რომ ძალიან ბევრი ქალი არის ბიზნეს სექტორში ჩართული. თუმცა მათ ზომაზე თუ ვისაუბრებთ, უმრავლესობა ქალი ბიზნესების მაინც ვხვდებით ხოლმე, რომ მცირე მეწარმეები არიან, არ არიან დიდ ბიზნესებში და მათი მხარდაჭერის აუცილებლობა ეს დავინახეთ. ჩვენ არაერთხელ დაუთმეთ ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, ამდენიმე პროექტის განვახორციელეთ და ეს იყო ერთჯერადი პროექტები და მივხვდით, რომ ერთჯერადი პროექტებით მათი პრობლემების მოგვარება ვერ მოხდებოდა და შესაბამისად ქალები ქმნიან ბიზნესს, ეს არის უკვე ერთიანი სოციალური კამპანია, სადაც ვიწვევთ 100 მეწარმე ქალს, რომლებიც გაერთიანდება როგორც მცირე მეწარმეები, ასევე მომსახურების სექტორში არსებული ქალები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ქმნიან ბიზნესებს და აგრეთვე წარმატებული ქალი მეწარმეები, რომლებმაც შეძლეს და ჩვენს ქვეყანაში შექმნეს არაერთი წარმატებული კომპანიები და ბრენდები. და დღეს ისინი არიან საკმაოდ ძლიერად წარმოდგენილები ქართულ ბაზარზე. გვინდა რომ აი ეს მათი გაერთიანებით მივცეთ შესაძლებლობა და სტიმული სხვა მეწარმე ქალებსაც, რომ ბიზნესის კეთების პროცესში არ გაჩერდნენ, მათი როლი მნიშვნელოვანი არის ბიზნესის განვითარების ნაწილში და ქალების მხარდაჭერა არის აუცილებელი. აქედან გამომდინარე, რომ არა ასოციაცია, ანუ ვხედავთ ხოლმე, რომ სხვადასხვა პროექტებიც იქმნება, რაღაცა მიმართულებით, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ერთიანი პლატფორმა, სადაც გაზიარდება აბსოლუტურად ცოდნაც, გამოცდილებაც, მხარდაჭერა, მათი შეხვედრები აგრეთვე დიდ ბიზნესებთან და ჩვენ ამ პლატფორმით სწორედ ამაზე გავამახვილოთ ახლა ყურადღება, ანუ პრაქტიკაში რა სარგებელს მიიღებენ ეს და რატო შემოგვაქვს სამიტზე. ცალკე ქალი მეწარმეების ერთმანეთთან შეხვედრა არაფერს არ ნიშნავს, თუ ჩვენ ისინი არ შევახვედრეთ დიდ ბიზნეს სექტორს, რომელიც დღეს საქართველოში არიან მართლა წარმატებულები და ძალიან დიდ ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ. ამიტომ ჩვენ, როდესაც 10 ივნისს დავიწყეთ ბიზნეს სამიზე მუშაობა, რომელსაც წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ ხოლმე, როგორ შექმნა წარმატებული ბრენდი და აქ შესაბამისად ჩართულია მხოლოდ წარმატებული კომპანიები და წარმატებული ბრენდები, რომლებიც აქტიურად არიან ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილები. შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ აი ამ პროექტში უკვე შემოგვეყვანა ქალი მეწარმეები, რომლებიც იქნებოდნენ მათი პოტენციური დამკვეთები, ან მათი სერვისების შემსყიდველები. და პლუს ჩვენ მივეცით ბიზნეს იმისი, ასე რომ ვთქვათ, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის ის, რომ გავუკეთონ სპეციალური შეთავაზებები ამ ქალ მეწარმეებს, არა ისე როგორც გაყიდიან სხვა ალტერნატიულ ბიზნესებზე, არამედ ქალი მეწარმეებისთვის მათ დააწესონ სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები, ზოგიერთი უსასყიდლოდ გაუწევს მათ მომსახურებას, ამაზე ვემუშავებით ჩვენ დიდ ბიზნესებს, მათი მხარდაჭერაც ჩანს ამ ყველაფერთან მიმართებაში და ძალიან სწორედ ამ ნაწილში შეგეკითხებით, ანუ დიდი ბიზნესები რამდენად თქვათ მოწყობილები არიან
არიან ამ საკითხთან მიმართებით, რამდენად არიან მზად მხარდასაჭერად? არის ამის მზაობა ნამდვილად არის და მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის, თუმცა არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, როდესაც სერვისების მიმწოდებელი კომპანიებიც მზად არიან, რომ მათ სპეციალურ ფასად მიაწოდონ და შეიტანონ თავიანთი წვლილი იმ ყველაფრისთვის, როდესაც ხედავენ რომ კაცი მეწარმე, რომელიც არის სხვადასხვა კატეგორიის, უკვე ერთიანი მათი მომხმარებლების ბაზა დაინახონ, რომლებსაც შეუძლია რომ მომსახურება მიაწოდონ, ან სერვისი მიაწოდონ, ან პროდუქცია მიაწოდონ. თუმცა ჩვენ გვინდა რომ პირიქით იყოს ეს ქალები იყვნენ აგრეთვე მიმწოდებლები სხვა დიდი ბიზნესებისაც, თავიანთი სერვისების ჩვენ ხედავთ რომ არ ეწყობა ანუ კატეგორიებად რომ დავუყოთ ქალი მეწარმეები, ჩვენ მაინც უფასოდ ვისაც ჩავართავთ, ესენი გვინდა რომ იყოს რეგიონში არსებული ქალი მეწარმეები, რომლებიც გაყიდვების, ასე რომ ვთქვათ, ან ბრენდის პოპულარიზაციის ნაწილში ვერ ახერხებენ, ისინი არ აქვთ მათ ამის ფინანსური შესაძლებლობა და რეგიონებში შერჩეული გაქვთ თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით? მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში არსებული უფრო ქალ მეწარმეებზე გავაკეთებთ აქცენტ, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ იმ სარგებლობს და ბენეფიტებს, რასაც ასე რომ ვთქვათ, მათი ბიზნესის ზრდისთვის არის აუცილებელი. კი, ეს არის მთავარი აქცენტი. მაინც ჩვენ ვაკეთებთ აქცენტ რეგიონში არსებულ მცირე მეწარმე ქალების უსასყიდლოდ ჩართვაზე და მათ გაძლიერებაზე. თუმცა მათი ხიდი იქნება აგრეთვე წარმატებული ქალი მეწარმეებიც და აგრეთვე შუაში რომ დგანან ქალი მეწარმეები, ანუ ბიზნესმენები, რომლებიც სერვისებს აწოდიან. ხო, ძალიან ბევრ სექტორში არიან ქალები წარმოდგენილი, ავიღოთ ესთეტიკა, სტომატოლოგია, მარკეტინგული, HR-ული კომპანიები, AI-ის ნაწილშიც ქალები აქტიურად ერთვებიან და ასე შემდეგ. ყველაზე წარმატებულები რა მიმართულებაში არიან ქალები? როგორც აღმოჩნდა, განათლების სექტორი არის ქალებისთვის. ესთეტიკის ნაწილს უკვე ბოლო ერთი რამდენიმე წელი არის რომ აქ გადმოვიდნენ, ანუ პროფესიული თვალსაზრისით, მაგრამ ქალები წარმოებაში ნაკლებად ვხედავთ. თუ დავაკვირდებით ამას, ანუ ან ბევრი ქალი არის ძალიან მცირე ბიზნესში. ქალი მეღვინეებიც ყავს საქართველოში, არიან, თუმცა არა დიდ ბიზნესში, უბრალოდ მცირე მეღვინეები არიან. ესე ძალიან საინტერესო, როდესაც ქალები აღმოაჩინეთ ამ სექტორში. თუმცა მაინც რაღაცა ხელსაქმესთან ასოცირებული რაღაცა ბიზნესებს იწყებენ უფრო რეგიონებში და სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტი მხარდაჭერა, თუმცა მოვისმენთ, რომ ყველა ქალი მაინც ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. ანუ მათთვის ბიზნესის დაწყება დღეს მიუხედავად სტერეოტიპული დამოკიდებულებების მნიშვნელოვანი ცვლილებისა ჩვენს რეალობაში მაინც პრობლემაა. კი, ანუ შეიძლება დაიწყონ, მაგრამ განვითარების ის ეტაპები მცირედან ცოტა უკვე გადავიდეს სხვა ეტაპებზე, ეს უკვე მათთვის გამოწვევად რჩება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ქალებს რამოდენიმე პრობლემა ხდებათ ის, რომ ოჯახის ნაწილი, ის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განათლება და ასე შემდეგ და პლუს ამას, ჩვენ როდესაც გვინდა რომ ვაქციოთ დაწყებული სტარტაპი წარმატებულ ბრენდად, აუცილებელი არის უკვე ჩართო აქტიური PR კამპანიები, გაყიდვები და ამისთვის უკვე ეს ხელსაწყობი აღარ არის იაფი და ამისთვის მათ ან თვითონ უწევთ ამ ყველაფრის კეთება თუ არა და რაღაცა პლატფორმა უნდა დაეხმაროს და ჩვენ გვინდა რომ მათი ლოგოებიდან დაწყებული ამ ქალების გამოჩენა, მათი ისტორიების გაცნობა ჩავთოთ მთლიანი კამპანია გავაკეთეთ, რომ გაიგონ, ანუ გაუჩნდეს საზოგადოებას მათ მიმართ უფრო სხვანაირი, ანუ სოციალური პასუხისგებლობა, რომ იყვნენ მათი მომხმარებლები და ამით დავეხმაროთ, რომ ამ ქალებს ჰქონდეთ სტიმული, რომ არ გაჩერდნენ, გააგრძელონ და არ დაყარონ ფარხმალი ამ საქმიანობის კეთების პროცესში. და ჩვენი ასოციაცია მთლიანად იდეოლოგიურად არის დამოკიდებული, ან დაფუძნებული იმაზე, რომ როგორ შევქმნე წარმატებული ბრენდი. ჩვენ ყოველთვის ვუხსნედით კარებს დამწყებ ბიზნესებსაც და ძალიან გვიამაყება, რომ ბევრი ისეთი ბიზნესი, რომელიც თავის დროზე 4 წლის წინ, 3 წლის წინ სტარტაპი იყო, დღეს უკვე წარმატებულები არიან. ჩვენ მათ გავუხსენით კარები. დღეს ისინი ალბათ უკვე უზიარებენ თავიანთ წარმატებას. კი და აი ეს იყო, რომ ეხლა ანუ მათთან მქონდა იმ ტიპის კომუნიკაცია, რომ ისინი გახდნენ უკვე სხვა ბიზნესების მხარდამჭერები. იმიტომ რომ ეს აუცილებელი არის და ესეთი პროექტები მისცემთ შესაძლებლობას, რომ უკვე სხვა ბიზნესებიც განვითარდეს. და ჩვენი ასოციაცია რახან მარტო ქალების მხარდაჭერაზე არ არის და აქ მას სხვადასხვა ტიპის ბიზნეს სამიტები, სხვადასხვა ტიპის ბიზნეს შეხვედრები ჩვენ აქტიურად ვაკეთებთ დახურულ ბიზნეს მიტინგებს, სადაც კომპანიებს ვახოდრებთ ერთმანეთს საქმიანი ურთიერთობების
დასამყარებლად, აგრეთვე ჩვენი ასოციაცია ყალიბდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ ბიზნეს ასოციაცია, რომელიც ყალიბდება ბიზნესის მხარდამჭერ პლატფორმად. ანუ ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვძებნოთ კომპანიები, თუ კი ვინმე ბაზარზე შემოდის, რომელიც აქტიურ სერვისები შემოაქვს, არის AI-ის მიმართულებით, ჩვენ ახლა საიმის რასაც გეგმავთ, იქ უკვე ერთი პანელი მთლიანად AI-ს ეთმობა. სწორედ ამ ნაწილში მინდა ჩაგეკითხოთ, რამდენად ცვლის თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიებს, ბიზნეს მართვის მოდელებს AI და ტექნოლოგიები, რომელიც ვითარდება ელვისის სწრაფად. ყველაზე დიდი მოთხოვნილება ცოდნის მიღების პროცესში ბიზნესებს აქვს AI-ის ნაწილში. AI როგორც ცვლის PR-ს, როგორც ცვლის მარკეტინგს, როგორც ცვლის საერთოდ ბრენდინგს, საერთოდ რა ხელსაწყოები შემოდის ბიზნესის მართვის პროცესში, ავტომატიზაციის პროცესში და ამის გარეშე ჩვენი ბიზნეს სამიტები არის უკვე წლების განმავლობაში წარმოუდგენელი. ჩვენ ჯერ მარტო 2 წლის წინ შევქმნით პანელი ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან ერთად თანამშრომლებთ. ისინი არიან ხოლმე ამ პანელის წარმომადგენლები და ვარჩევთ უკვე მათ ამ ორგანიზაციასთან ერთად სპიკერებს, რომ ყველაზე აუახლოესი საერთაშორისო გამოცდილება გააზიარონ მათ იმ ბიზნეს საზოგადოებასთან, რომელსაც ჩვენ ვიწვევთ სამიტებზე. და რამდენად ერგებიან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ესეთ საინტერესოა თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს? თუმცა რაღაცა კუთხით რაღაცა პროექტების დანერგვა გარკვეულ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, მაგრამ საბოლოო ჯამში აჩვენებს ის, რომ დახარჯული ის ფინანსური რესურსი შემდგომში უმარტივებთ მათ ბიზნეს პროცესებს და ყველაზე დიდი მოთხოვნილება მაინც არის იმაზე, რომ მოდი გამოვიყენოთ ის ხელსაწყოები, რასაც AI გვთავაზობს. უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურად იცვლება ბიზნეს პროცესები AI-ის გამოყენებით და ცდილობენ მით უმეტეს ტექნოლოგიები ძალიან ცვლის. და ჩვენც აი ამას ვუცნობთ ხოლმე ძალიან დიდ ნაწილს, რომ ტექნოლოგიებით როგორ მარტივდება ბიზნეს პროცესები, AI მით უმეტეს როგორც ახალი ხელსაწყო და ახალი ინსტრუმენტი, როგორ ახალი უნარების გამომუშავებაში და სეხმარება. როგორ ამცირებს მინიმუმ თანამშრომელთა რაოდენობას, როგორ შეუძლია ამ ყველაფრის გამარტივება პროცესების და ჩვენ ვიქნებით ასოციაცია, რომელიც პირველი ახალ გვაქვს მოლაპარაკება, როდესაც დავნერგავთ რეალურად ინტელექტით გვინდა რომ მართოთ ასოციაციის პროცესები, იმიტომ რომ ჩვენ 600-მდე წევრი ყავდა. მე ცალკე გვაქვს ბიზნეს კლუბი, სადაც კომპანიები, რომლებიც არ არიან ასოციაციის წევრები, ან მათი დებულებაში არ ზის ეს, რომ ჩვენი ასოციაციის წევრები გახდნენ, მათი თანამშრომლები ხდებიან ჩვენი კლუბის წევრები და მათთან კომუნიკაციის ნაწილშიც უკვე მთლიანად ვიწყებთ AI-ის ნაწილში, ანუ დანერგვას ყველა პროცესისას. ანუ ჩვენ ვიქნებით ჩვენ შესაბამისად უკვე ამას წარუდგეთ ბიზნესებს, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოიყენონ, მართონ თავიანთი პროცესები და სწორედ აი ამ ბიზნეს სამიტზე ჩვენ ვეცდებით, რომ აი როგორ იცვლება ერთი წლის წინ, რომ გინ თანამშრომლების мотиваციის ნაწილი, როგორ შეიცვალა ყველაფერი, ჩვენი 6 პანელი, რომელიც არის დალაგებული ამ სამიტზე, ყველაფერი უკვე აი ამ ბიზნეს პროცესების ეთმობა, თანამშრომლების мотиваციის ნაწილი დანაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი, როგორ შეიცვალა. ქალები ქმნიან ბიზნეს 10 ივნისს ღონისძიება პლატფორმა, რომელიც გაიმართება. 100 მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. შერჩევის პროცესი ალბათ უკვე დაწყებულია. დაინტერესებულ ადამიანებს, თუნდაც მათ, ვინც ახლა ჩვენი ეთერიდან მოისმენს ამ ინფორმაციას, როგორ შეუძლია რომ ჩაერთონ ამ პროცესში. ამის არის სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა, იქ არის განსაზღვრული კატეგორიები ბიზნესების მიხედვით, ვის რა ტიპის ჩართვა შეუძლია, როგორი ფორმატით, ვისთვის რას ვამზადებთ, B2B კომპანიების, რომელიც სერვისებს აწვდიან, მათთვის B2B სექტორი არის გათვალისწინებული, ვისაც გამოფენა ჭირდება და მეწარმეები არიან, მათთვის უკვე საგამოფენო სტენდები დახვდებათ და რაღაცა ბიზნესები უკვე სცენაზე ავლენ და წარადგენენ თავიანთი წარმატების ისტორიას და მათი აი წარმატების ისტორიები იქნება, გვინდა რომ გახდეს სხვა ბიზნესებისთვის სტიმული, мотиваცია, რომ არ გაჩერდნენ და გააგრძელონ აუცილებლად ბიზნესის კეთება. კი ბატონო, ანუ 10 ივნისს სამიტზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება, თუ რამდენად ძლიერია ქართველი ქალი მეწარმეების ხმა და შესაძლებლობები თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, რის ხელშემწყობით მნიშვნელოვან წილად ხართ თქვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წარმატება თქვენი და ყველა იმ ქალ მეწარმეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ოპერირებს, არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით. მაია ტატულაშვილი, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი.